უწყვეტი პროტესტის 42-მე დღე. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ევროპული მომავლის მცველები დღესაც ქუჩაში ტრადიციულად გამოვიდნენ. საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ხედავთ, რომ ათეულობით ადამიანი ტრადიციულად ქუთაისის მერიასთან იკრიბება. მოთხოვნები უცვლელი არის ჩატარდეს ახალი არჩევნები და ასევე მოხდეს უკანონო დაკავებული პირების გათავისუფლება. მე პირდაპირ ეთერში შევეცდები გავესაუბრო აქ მყოფებს, მათი სათქმელი მოვისმინო, თუ რა მიზეზით არიან ქუჩაში გამოსული და რა არის მათი მთავარი სათქმელი. ხედავ ახალგაზრდას ევროკავშირის დროშით. გამარჯობა, დღეს უწყვეტი პროტესტის 42-მე დღე არის. თქვენი აქ ყოფნის მიზეზი რა არის? ჩვენი მიზეზი ბევრია, დღითი დღე ემატება ჩვენ აქ დგომას მიზეზები და მე ერთ რამე ვთხოვ ამ მთავრობას, რომ რაც დრო გადის და რაც უფრო მეტად ჯიუტობს ეს მთავრობა, უფრო მეტ შესწრომას უშვებს და მომავალს უფრო იმძიმებს, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ხო წავლენ და უფრო მეტი ცოდვები ექნებათ დაგროვებული და უფრო მეტი ცოდვებისთვის გაასამართლებენ და ეს ყველაფერი ადრე რო გაიკეთებია და ადრე რო დაეთმოთ ეს მთავრობა და წასულიყვნენ, მე მგონი უფრო მშვიდად იჯდებოდნენ სახში და ახლა უფრო ცუდ დღეში არიან. არეგონოს არავის არეგონოს რომ დავიღლებით. პირიქით, ჩვენ უკვე ეს ყოველდღე აქ გამოსვლა ცხოვრების წესად გვექცა და მეორე სამსახურად სახში მივდივართ, გამოვისვლით, მივირთვეთ და ისევ აქ გამოდივარ და აქ ძალიან ბევრი მეგობარი გავიცანით. პირიქით, ეს ჩვენ მეტ სიამოვნებას გვანიჭებს აქ დგომა და საქართველოს სამსახურში დგომა. ასე რომ მოეგოს მთავრობა გონჯობი. დიდი მადლობა. ეს არის აქცია, სადაც სხვადასხვა პროფესიის და თაობის წარმომადგენლები იმყოფებიან, რიგითი ქუთაისელების გარდა ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც არიან ქუთაისის მერიასთან. მე ვხედავ კოალიცია ცვლილებების წარმომადგენელს გიორგი კილაძეს. გიორგი, გამარჯობა. თქვენი აქ ყოფნის მიზეზი რა არის და სად და როგორ ხედავთ გამოსავალს? მიზეზი ის არის, რომ ყველა უკვე 42-მე დღეა ვითხოვთ რიგარეში არჩევნებს, რომელიც ქართულ ხალხს ჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული გზა დავაფიქსიროთ და დავბრუნდეთ იმ გზაზე, რასაც ქვია ევროპული გზა. ქართული ოცნება ამ წუთში არის პოლიტიკურ ჩიხში შესული, ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ რჩება არჩევნები. განცხადებებს რასაც ვხედავ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიდან, ჩვენი დასავლური მეგობრებიდან, ყველა მოუწოდებს არაღიარების პოლიტიკისკენ, ჩვენ ამერიკის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ვნახეთ, არაღიარების თემას დაკავშირებით, ეს პროცესი მივა იქამდე საბოლოო ჯამში, რომ ქართულ ოცნებას მოუწევს არჩევნების დანიშვნა, რომელზეც ქართველი ხალხი დააფიქსირებს თავის ნებას და ეს ნება იქნება ქართული ოცნების გაშვება პოლიტიკურ სანაკვეთზე. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ კოალიცია ცვლილებების წარმომადგენელს უსმადით, ხედავ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს თემურ სამციშვილს. თემურ, თქვენი სათქმელი რა არის დღეს? ის რას აქამდე მithქვამს, ხშირად საუბრობენ, რომ თითქოს ეხა ხდება ახალი საქართველოს დაბადება, ახალი სამოქალაქო საზოგადოების დაბადება, არა, პირიქით. ახალი საქართველო უკვე დაბადებული არის, უბრალოდ ეხა ხდება თვითრეალიზების პროცესი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს თვითრეალიზების პროცესი მიაღწევს წარმატებას. ჩვენ ხედავთ, რომ ქართული ოცნების მთავარი პრობლემა არის, რომ პირველ რიგში ქართულ ხალხში არ აქვს ლეგიტიმაცია და ეს შეიძლება ყველა ხელისუფლების და მით უმეტეს ქართული ოცნებისთვის, რეალურად რუსული ოცნებისთვის არის მთავარი გამოწვევა. გარე ფაქტორებს რო თავი დავანებოთ და სულ მიყვარს ამის თქმა, რომ საერთოდ რო აქციები არ იყოს და ეს ხალხი სახშიც რო იჯდეს, მაინც დიდი პრობლემაა ქართული ოცნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ დღეს თავის შედეგი მოაქვს, მე დარწმუნებული ვარ, რომ აქციების გაგრძელდება, გარეწნეხის და ძალიან მალე ადამდელი არჩევნები ჩატარდება და ჩატარდება ისე, რომ არავის ეჭვი არ უნდა, მთავარია რომ ეჭვი არ შეგვეპაროს იმაში, რომ არჩევნები კიდე გაყალდება ამ ქვეყანაში და მივიღებთ არჩევნებს ჩაატარებს ან ალბათ ტექნიკური მთავრობა და აუცილებლად რა ვიცი, ქართული ოცნების და ამ ცესკოს და ამ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამ ძალადობის გარეშე უნდა ჩატარდეს. ეს იქნება რეალური გამარჯვება, ეს იქნება უკვე ბოლო ნაბიჯი იმ მიზნისკენ, საიდანაც მივდივართ. ძალიან დიდი მადლობა, როგორც მოისმინეთ, ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ქართული ოცნება იძულებული გახდება, რომ ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. კიდევ ერთ აქციის მონაწილეს გავესაუბრები, მათე ჩაფიჩაძეს ვხედავ, სამოქალაქო აქტივისტ, მათე უწყვეტი პროტესტის 42 დღე არის. თუ იფიქრებდით თავიდან, რომ ამ დრომდე გაგრძელდებოდა ეს პროტესტი და კიდევ ერთხელ შეგვახსენეთ ის მოთხოვნები, რის გამოც ქუთაისელები ყოველდღიურად ქუჩაში გამოდიხართ. რა თქმა უნდა, ჩვენ როცა დასაწყისში, ესე ვთქვათ, დავდექით და ამ რეალობის წინაშე, მაშინაც ვიცოდით, რომ ეს ერთ-ორ დღეში არ დამთავრდებოდა, ამას უნდა ხანგრძლივი პროცესი და ყველას მე მგონი, ვინც აქ დგას და ვინც აპროტესტებს, ყველას გათავისებული გვაქვს ეს ამბავი, რომ ეს არ არის მარტივი ამბავი და რაღაცა ერთი ხელის მოსმით ეს საქმე ნამდვილად არ გადაწყდება და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, იქნება რაღაც დროში გარკვეულ მონაკვეთში გაწეული.
რა თქმა უნდა, მოთხოვნები უპირველესი არის ის, რომ პოლიტპატიმრები, რომლებიც ამ პროტესტის გამო დაიჭირეს, ის ხალხი დაუყოვნებლივ უნდა იყოს ყველა შემთხვევაში განთავისუფლებული და მთავარი ამბავი კიდე ის არის, რა თქმა უნდა, რომ გავაკეთოთ და მოვითხოვოთ არჩევნები, ვადამდელი არჩევნები, ეს იქნება ამ კრიზისის განმოხტვის ამბავი და არა ის განცხადებები, რაც ახლა დღეს მოვისმინეთ, რაც სხვა სიტყვას უბრალოდ ვერ ვყოლებ, ეს არის ჩვეულებრივი ბოდვა. ახლა deep state-ებით და გლობალური რაღაც ომის პარტიებით ატყუენ, ვეღარც შიგნითაც ვეღარ ატყუებენ, მათ ხარდაჭერებს. გამორიცხულია ეგ ამბავი, ყველამ ყველაფერი იცის და უბრალოდ ცდილობენ, რომ ითამაშონ და რაღაც დრო გაახანგძლეონ და ეგ პროცესი დიდხან არ გაგრძელება ნამდვილად. ასეთი შეფასებები კეთდება ქუთაისში, როგორც ხედავთ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და რამდენიმე ათეული ადამიანი დღესაც არის შეკრებილი უწყვეტი პროტესტის 42 საღამოს. მოთხოვნები უცვლელია, ჩატარდეს ახალი არჩევნები და მოხდეს უკანონო დაკავებული პირების გათავისუფლება.